კარგად დააკვირდი აი ამ ნიშნებს, მათი დანახვა თუ შეგიძლიათ, თითქმით დარწმუნებით შეგიძლიათ თქვა, რომ დაახლოებით 1 საათში შემაწუხებელი და ძლიერი თავის ტკივილი დაგტანჯავს. რადგან ეს არის ვიზუალური აურა, რომელიც წინ უსწრებს შაკიკის შეტევას. უკვე დიდი ხანია ცნობილი გახდა, რომ შაკიკი არის ნევროლოგიური დაავადება და არა უბრალოდ სისხლძარღვების გაფართოებით და შევიწროებით გამოწვეული თავის ტკივილი, როგორც ეს ადრე ეგონათ. ზოგადად შაკიკის პაციენტების თავის ტვინი შედარებით უფრო მარტივად აღიგზნება, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივი ადამიანის თავის ტვინი. ამ ვიზუალური ცვლილებების შემჩნევის მიზეზი კი არის cortical spreading depression, რაც ქართულად ნიშნავს ნერვული უჯრედების სინქრონულად გააქტივების შედეგად წარმოქმნილ ელექტრულ ტალღას თავის ტვინში წარმოიდგინეთ, რომელიც მთელი თავის ტვინის ქერქის მასშტაბით ვრცელდება და რომელიც ძირითადად თავის ტვინის კეფის წილიდან იწყება, სადაც მოთავსებულია ვიზუალური კორტექსი. ანუ მხედველობის ცენტრი. შესაბამისად ამ ელექტრულ იმპულსს ჩვენ აღვიქვამთ ამ ზიგზაგების და სხვადასხვა ვიზუალური აურის სახით. საბოლოოდ კი ეს ელექტრული იმპულსების ტალღა, როდესაც გადავა სამწვერა ნერვზე, რომელიც თავის ტვინის გარსებში არსებულ სისხლძარღვების რეგულაციაზეა პასუხისმგებელი, ეს სისხლძარღვები შედეგად ფართოვდებიან, ამის შედეგად იზრდება მათი ზეწოლა მათ გარშემო არსებულ ქსოვილზე და ამით აქტიურდებიან თავის ტვინის გარსებში არსებული ტკივილის რეცეპტორები. და სწორედ აქედან იწყება ის გაუსაძლისი და შემაწუხებელი შაკიკის ტკივილი. აი თვითონ თავის ტვინი კი არანაირ ტკივილის რეცეპტორს არ შეიცავს, შესაბამისად თავის ტკივილი ძირითად შემთხვევაში ნიშნავს სწორედ ამ თავის ტვინის გარსებში არსებული ტკივილის რეცეპტორების გააქტიურებას. შენ კი თუ მსგავსი სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი.